ახლა მიმოიხედა შენს გარშემო. Რამდენი ისეთი ნივთი გვაქვს, რომელიც არ გჭირდება, არ იყენებ და ალბათ არც არასდროს გამოიყენებ. TikTok-ზე პროექტთან ვიდეოები შეგხვედრია? ადამიანები წლის მიზნად ისახავენ ახლის შეძენამდე იმ პროდუქტების ბოლომდე გამოყენებას, რაც უკვე აქვს. ბევრ ჩვენგანს თავის მოვლის საშუალებები ან უბრალოდ ჩვეულებრივი ნივთები ბევრად უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე გვჭირდება, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ და თან კიდევ უფრო მეტს ყიდულობთ. Project Pen-ის აზრი კი ისაა, რომ ამ ყველაფერზე უარი ვქოთ. ასე ფულსაც დაზოგავ და გარემოსაც მოვფსხურდები. სხვადასხვა ნივთების წარმოებას ძალიან ბევრი ენერგია და ბუნებრივი რესურსები სჭირდება. აი ფურცლებს რომ ყიდულობ, მაგ ფურცლებზე ბევრი ხეა დახარჯული. ტანსაცმელზე კი დიდი რაოდენობით წყალი. თავის მოვლის საშუალებები კი დიდწილად პლასმასის კონტეინერებში ინახება. შემდეგ კი ეს კონტეინერები გარემოში ხვდება. და ალბათ გინახავს ადამიანები, რომლებსაც უამრავი ტანსაცმელი, სათამაშოები და სუნამო აქვს, რომელსაც არასდროს იყენებენ. აი ამას overconsumption ქვია. როცა პროდუქტს გამოყენებისთვის კი არ ყიდულობ, არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ გქონდეს. ბოლო წლებში ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაიტრენდა. ეს პროდუქტები კოლექციებად იქცა. ადამიანები აგროვებენ ტუჩ-თაცხებს, ტანსაცმელს, პლასტმასის სათამაშოებს, ყველაფერს და ამით გარემოს ძალიან აზიანებენ. ტრენდთან ერთად overconsumption-ს ხელს უწყობს ისეთი ონლაინ მაღაზიები, როგორიცაა Temu და Shein. მხოლოდ იმიტომ, რომ იაფია, ადამიანები ბევრ და არასაჭირო ნივთს ყიდულობენ. შენად ყიდულობ ნივთებს, რომლებიც შემდეგ უბრალოდ გამოუყენებელი რჩება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა ის აღარ უნდა ვიყიდოთ, რაც გვინდა. უბრალოდ სანამ ვიყიდით, უნდა დავფიქრდეთ იმ რესურსებზე, რაც ამ ნივთზე დაიხარჯა და უნდა გავიაზროთ. ვიღეს თუ არა ამათ. გახსოვდეს, ყოველი ნივთის უკან დგას დედამიწა, ტყეები, ცხოველები, ზღვები და ჩვენ, ადამიანები. და შენ რა არასაჭირო ნივთი შეიძინე ბოლოს? დაგვიწერე კომენტარებში.